მოგესალმებით, მე მირია ნიკოლაძე ვარ. ალბათ უნდა განვაგრძოთ დაწყებული საქმე და მივიყვანოთ ძალიან მნიშვნელოვან კონდიციამდე, რომელიც სამომავლოდ მოგცემს საშუალებას კიდევ უფრო შედეგიანი და ქმედუნარიანები გადავიქცეთ ჩვენ და ჩავერთოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. რა პრობლემა დგას კიდევ ჩვენს წინაშე? გარდა იმისა, რასაც გარედან თავზე გვახვევენ და რამდენად აქვს ამ პრობლემას კავშირი იმ კულტურულ, ასე ვთქვათ, კათარზისთან, რომელზეც ცითად საუბრობთ ამ თქვენამდე წარმოდგენილ პროექტში. რა თქმა უნდა, როცა მთელი ერი ან უბრალოდ ის ნაწილი საზოგადოებისა, სადაც ბევრჯერ გავაკეთეთ აქცენტი, ამბობს, რომ არ აქვს ლიდერი. არ აქვს ლიდერი, აბასაც წავიდე, არც იმასთან წავალ და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩავიკეტები საკუთარ ნაჭუჭში და რაც მოხდება. უფრო მეტიც ერთ და მეორე ბანაკშიც პოზიცია-ოპოზიციას გულისხმობ. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების სწორედ იგივე ლოგიკით უდგება. უბრალოდ ისინი საბოლოო ჯამში მაინც არჩევანს აკეთებენ ერთიან მეორე მხარის სასარგებლოდ, განსხვავებით აი ამ პირველი კატეგორიისგან. მაგრამ მათ სამივეს აქვს ერთი და იგივე პრობლემა. არ ჩანს სათანადო ძალა. რა ვიცი, მე საკუთარ თავს ვეუბნები პირველ ყოვლისა და ამიტომ ვიცი რომ სწორად გამიგეთ. ეს იგივეა, რომ მაგალითად მე ვენახე, ალბათ ბევრი იქნება თქვენ შორის, იდგეს ყამირი მიწის წინაშე, იდგეს დაუსრულებლად და ამბობდეს. აი, ღმერთი აქ ვას აღმოაცენებს. ამ დროს ყავდეს ტექნიკა, ამ დროს იცოდეს რა სჭირდება იმ ნიადაგს, ამ დროს იცოდეს დარგვის ტექნოლოგია და ასე შემდეგ. რომელი მე ვენახე გეტყვით, რომ ღრმა მოხვნის გარეშე, შემდგომ კულტივირების გარეშე, სარეველებისგან გაწმენდის გარეშე, ნიადაგის სათანდო კონდიციამდე მიყვანის გარეშე, იქ ვაზს როგორ მოიყვან? იგივეა ახლაც, ნიადაგი თუ არ შექმნა ამ საზოგადოებამ, ლიდერი სად აღმოცენდება? ამის ნათელი მაგალითია შემდგომ თავს მოხვეული ლიდერები, რომელიც ან მოგვახვიეს, ან მოვიხვიეთ თავს. ასე იყო იმ ჰიბრიდული იდეოლოგიების პირმშო, რომელიც შემდგომ გახდა საკუთარი ხალხის მოძულე. ასე ვართ ახლა, როცა ავტოკრატიაში ვიძირებით, არა და ვიცოდით, რომ თურმე ჭალებში ხალხოსნური და გულწრფელი და ძალიან ყვილო ადამიანურ რაღაც პერსონებთან ქონდა საქმე. ალბათ ეს მოვიხვიეთ, ის მოგვახვიეს, ან პირიქით, რა ვიცი, როგორც გენებოთ, შეიძლება ორივე ერთად, ორივე შემთხვევაში. რატო? ნიადაგი იქ მომზადდა იმ იდეოლოგიებით, როცა მასში აღმოცენდა ასეთი ლიდერი. აქაც ნიადაგი მომზადდა და მასში აღმოცენდა ეს ლიდერი. ასეთი იყო მაგალითად ანარქიის პერიოდში შევარდნაძის ფაქტორი. ვინი ფიქრებდა, რომ უკვე პრაქტიკულად პოსტკომუნისტურ გზაზე დიდი სიჩქარით შემდგარ სახელმწიფოში შეიძლებოდა სრული რეაბილიტირება, როგორ ვთქვათ, სულით ხორცამდე კომუნისტური ლიდერის, ხო? მაგრამ ანარქიის პირმშო იყო და მაშინაც ხალხმა, ასე ვთქვათ, თავს მოიხვია. ვისგან როგორ ახლა მაგას მნიშვნელობა არ აქვს. უშიშროებები აკონტროლებენ ამ თემებს, თქვათ, სხვა სახელმწიფოზე, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რაღაცა იდეოლოგიური ინტერესები, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ნიადაგს არ ვამზადებთ, ვდგავართ და ველოდებით ლიდერის აღორძინებას. აი ხდება. ნიადაგის მომზადება რა არის? ნიადაგის მომზადება არის ის, რაზეც საუბრობთ. ნიადაგი მზადდება, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი თანხდება
ღირებულებათა სისტემაზე. შემდგომში უკვე ეს ღირებულებათა სისტემა განსაზღვრავს ასე ვთქვათ, წინაპირობას და მის წიაღში უნდა იშვას ლიდერი, რომელიც აი ამ ყველაფრის შინაგანად, იმანენტურად მატარებელია აი ამ საზოგადოების ნააზრევის და განცდილის. სხვა შემთხვევაში ისევ იგივე მოხდება. ვერ მოგვახოვენ კიდე თავს რომელიმე ლიდერს, ჩვენივე გულობყვილობით რამე შეცდომას არ დაუშვებთ და დაზღვეულები ვარ თუ რა? შრომა გვეზარება, შრომა. უნდა რაღაცნაირად გავთამამდეთ, ერთმანეთს უნდა შეუძახოთ. ეს ნიადაგი უნდა მოვამზადოთ. ვიცით ჩვენ აი ამ მილიონ ადამიანში, რომელზედაც საუბრობთ, რამდენი მართლა შეიძლება სანატრელი ასეთი ლიდერული თვისებების მატარებელი ადამიანი ყავდეს? ვინ იცის? ეს ხალხი სად უნდა გამოჩნდეს და პოლიტიკურად გამოიჩეკოს? შენ თუ კვერცხს არ მოაცალე ნაჭუჭი, რომ ამოვიდეს და დავინახოთ, რანაირად უნდა მოხდეს ეს? ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არის, ну, რა ვიცი, სულად გაუმართლებელი და ცოტა სარის კოც, იმიტომ რომ ჩვენ ამის სამწუხაროდ დიდარი პრაქტიკა გაგვაჩნია. ღირებულებათა სისტემასთან დაკავშირებით ახლა ცოტა რთულია ფორმატიდან გამომდინარე საუბარი, იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი და ყოვლისმომცველი თემაა, რომ უკვე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუახანებიდან, ხო, შეიძლება ბოლოდან უკვე ცალკე მეცნიერება ჩამოყალიბდა, უამრავი კვლევებია ჩართული არიან, ну, ძალიან ბევრი დარგის სპეციალისტები და ხშირ შემთხვევაში ბოლო ხანებში უკვე რასაც ვნახულობ, უკვე ცოტა პარადოქსალურ საზღვრებამდეც მივიდა ეს ყველაფერი, მაგრამ რის თქმა მსურს, რომ მარტივად შეგვიძლია ამის გააზრება. მიმართულებები, რომლებმაც უნდა დადონ კონკრეტული შედეგი, რომ შემდგომში საზოგადოება აღიაროს კონკრეტულ ღირებულებად, ეს არის მეცნიერებები. მაგალითად ისტორიკოსები ჩვენ თუ სიმართლეს თვალებში არ ჩავხედეთ და ჩვენ თუ არ ვნახეთ იქ რეალობა რა არის და ტყუილი რა არის, მაშინ ისე ვიცხოვრებთ იმაში კრემლში ულვაშებიანი კაცისგან და სათვალიანი კაცისგან მიერ შექმნილ კონტექსტში. იმ ორ ქართველს უნდოდა რომ გარკვეული კონკრეტული ფორმა ჰქონოდა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ რესპუბლიკას საბჭოთა კავშირში, რომელსაც თვითონ წარმოადგენდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვყავდა მართლა გიგანტები ისტორიის და საოცარი მემკვიდრეობა არ შეძინეს ქართულ კულტურას. უბრალოდ საუბარი აქ ფორმაზე. ყველა იძულებული იყო დამორჩილებოდა იდეოლოგიურ წნეხს. და მithom ყველაფერი კარგი იყო. ცუძე არ იყო საუბარი. უნდა გადავხდეთ სივრწყალში, ხო, უნდა ვისწავლოთ. აი წარმოიდგინეთ, რომ ისტორიკოსები დადებენ რაღაც კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ეს არის სარწმუნო, ეს ურწმუნო, ეს დამაჯერებელია, ეს მეცნიერულად დაუსაბუთებელია. კონკრეტულ ქმედებაზე. ესე იგი, რაღაცა გარკვეული მახასიათებელი, ჩვენი ისტორიულად მახასიათებელი, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენი განუყოფელი თვისებაა. ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს ბევრი ფაქტორი, ეთნოკულტურულია თუ სოციოკულტურული. ეს განპირობებულია, ასე ვთქვათ, ჩვენი ქართველობით თუ კონკრეტულ ეტაპზე საზოგადოების ქცევითა და არჩევანით. როცა შევადარებთ, ვთქვათ, ჩვენივე მასშტაბის ან მოცულობის მქონე მოსახლეობის სხვა ქვეყანას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეიძლება, ხო, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი ისტორიასთან დაკავშირებით? არ ვიზამთ ამას და არ გაუსწორებთ სინამდვილეს თვალს. აი, მყალბი ღირებულებებით უცებ დაგიმტკიცებენ, რომ შენზე უარესი ერი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. შენიანები, ეთნიკურად შენიანები. რომ ერთმანეთის ჭამაში ვარ და მიგცემენ თვით გვემას და შემდგომში გადახედავ და ნახავ, რომ
ალბათ დედამიწის ზურგზე ერი არ არსებობს, რომელმაც სისხლით, უბედურებით, ომიანობით ერთ ურთში ანტაგონიზმით და რა ვიცი, ინტრიგებით და უბედურებით არ გაიარა ეს ძალიან ტკივილიანი გზა. არაფერი განსხვავება აქ არ არის. ფაქტია, ხო, რომ შენ გადარჩი. ესე იგი, რამ გადაგარჩინა, რა იყო ის ძირითადი თვისობრივი მახასიათებელი? ეს უნდა განისაზღვროს. ახლა ეს უნდა შედარდეს, ხო? თანამედროვე ცხოვრებაში ის რა ამაც გადაგარჩინა, რამდენად სიცოცხლის უნარიანია. იქნებ საერთოდ, ასე ვთქვათ, ეპოქალური ძალმოსილება და მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ამისთვის არსებობს სპეციალური მეთოდოლოგიები. ამის წარმოუდგენელია, ვთქვათ, ერთი პროფესიის მქონე ადამიანმა შეძლოს ესეთი ფართომასშტაბიანი განაზრება ამ ყველაფრის, აი ამიტომაა საჭირო ჯგუფები ყველა მიმართულებით. ისტორიკოსები აი ასეთ დასკვნებს გაუმზადებენ საზოგადოებას, ანთროპოლოგები სხვა მიმართულებით გამოიკვლევენ, ზოგადად სოციოლოგები სხვა მიმართულებით. აი ასე იშვება, ამოდის ზედაპირზე იმ ჩაკირული ფენებიდან ეს ჩვენი ნამდვილი საკუთარი და განუყოფელი ღირსებების და თვისებების დიდი ნაკრები, რომელსაც მოვაცილებთ ნაჭუჭს. და ჩვენ თვალწინ დაიბადება და შემდგომ შევთანხმდებით ამაზე. მაგალითად არ არის საინტერესო თუნდაც კვლევები, რომელიც უნდა ჩატარდეს მაგალითად თაობიდან თაობაში რაღაც კონკრეტული ტრადიცია როგორ იცვლება. გრადაცია ხო ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ამას წინათ ვნახე, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტების ჩატარებული კვლევა იყო, ასევე ამასაკის თუ არ ვცდები 18-25 წლის ფარგლებში ასაკობრივი ჯგუფი განისაზღვრა და ჩამოწერილი ჰქონდა და თვითონვე იკვლევდნენ არაერთ ასეულ ახალგაზრდაში, მინდა გითხრათ, აი ამ ღირებულებით მოვლენას და რა აღმოჩნდა ახლა, რატოა ეს საინტერესო? რომ მაგალითად სტუმართ მოყვარეობა. ხო შეგვიძლია ახლა ვიფიქროთ, ხო, ნუ ჩვენ აი დაახლოებით 50 წლის ფარგლებში ყოფი თაობა, ჩვენზე უფროსი თაობა, მაგალითად 75-80 წლის ფარგლებში მშობლების და ჩვენი შვილები, ხო? იმ ასაკობრივ ჯგუფში რაც უკვე ვთქვით. მაგალითად სტუმარ მასპინძლობა, ხო შეიძლება მობეზრდა ვიღაცას, კარგი ჩვენი მშობლებისგან ჩვენ მივიღეთ და მიგვაჩნია რომ ეს ძალიან ისეთი მაღალი ღირებულების მატარებელია, მაგრამ აი ამ საინფორმაციო საუკუნეში, რომელიც დაცლილია ყოველგვარი შინაარსისგან და რაღაც ირაციონალურისგან და ნებავთ მადლი დაარქვი და რაც გენებოთ მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება? ძალიან საინტერესოა, რომ 80%-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდების საქართველოში ცხოვრობს გულისხმობ, ბუნებრივია, მნიშვნელობა არ აქვს ერთს. ამბობს, რომ ეს სტუმარ მასპინძლობა ძალიან მაგარია. მასში ეს არის შინაგანად. ახლა გავანალიზეთ დინამიკაში, შევაფასეთ ისტორიულად, იქ რაღაცა დასკვნა მოგვაშველა რომელიღაც დარგმა. საერთო ჯამში შევთანხმდით, ხო? ანუ ვაჟა ფშაველას არ მოუხვევია წყალებში თავზე სტუმარ მასპინძელი, ხო? ის იყო ქართველი კაცის განუყოფელი თვისება, რომელმაც დროს გაუძლო და შემდგომ თქვათ ლიტერატურაში მოხდა მისი გაფორმება ძალიან მაღალი გემოვნებით და ძალიან დიდი ლიტერატურული სიმაღლით. იქნებ ვაჟა ფშაველას კიდევ აქვს რამე საინტერესო ასე ვთქვათ წამოყენებული იდეა, რომელიც ცალკე განხილვის საგანია. ეს უკვე უნდა მივმართოთ ლიტერატორებს. ლიტერატურა დადო დასკვნა, შემდგომ შეფასდეს. ყველაფერს თავი დავანებოთ აგერ მე-13 საუკუნეში. ესე იგი მე-13 საუკუნეში შენი ძახილი ისმოდა ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია. სად იყო კიდევ რამ სადმე იცით კიდევ რომ შუა საუკუნეებში მსგავსი სითამამე გამბედაობა განვითარება მენტალური თუნდაც რელიგიური. ესე იგი
ხო, აი მაგალითად ეს შეჯერდეს, ვთქვათ, გაანალიზება მოხდეს გარკვეული თეოლოგიური ჯგუფის მიერ. რაიმე ქრისტიანულ ღირებულებებს ხომ არ ეწინააღმდეგება? მე წეგანავს კი თეოლოგად არ გამოვდგები, მაგრამ ყველა გეტყვით, ყველა ღრმად მოაზროვნე თეოლოგი, რომ ქრისტიანობაში არ არსებობს ქალის და მამაკაცის უპირატესობითი დაყოფა. არ არსებობს, მხოლოდ იერარქიული დაყოფაა. ვინაიდან ცხოვრობთ დროში და დროში იერარქიაა. მაგრამ ამ იმას დაყოფას აქვს პასუხისგებლობითი მომენტი. ანუ ის უპირატესობას კი არ ანიჭებს, უბრალოდ იერარქიულად ყოფს. ესე იგი, არ არის ხო წინააღმდეგობა? შოთა, ჩვენი ქრისტიანობა, კიდევ რაღაც დარგი და საბოლოო ჯამში, აი ესეთი, ეხლა ამას მომიტევეთ, მე ვცდილობ, რომ ძალიან მარტივ, პოპულარულ და გასაგებენაზე დაახლოებით პროცესი ყველამ წარმოვიდგინოთ, რატომ არის აუცილებელი მეცნიერება და რატომ არის აუცილებელი საზოგადოებაში კულტივირება მუდმივი გარკვეული ღირებულებების, რომ დამუშავდეს, გაიფილტროს, მოხდეს მისი სრული კათარზისი და აი რაფინირებული ფორმით ეს ყველაფერი ერთმანეთთან მოვიდეს ჰარმონიაში. სხვა შემთხვევებში ვიღებთ ან დამახინჯებულ ტრადიციებს და გვაქვს უამრავი, ვაღიაროთ ახლა რომ ბევრი რამისგან თუ არ გამთავისუფლდით ჩვენი საშველი არ იქნება, რომელსაც საზოგადოება თავისი ილუზორული რაღაცა მასობრივი ფსიქოლოგიური რაღაც ბევრი ფაქტორის გამო წარმოშობს და გვაქვს ძალიან მეცნიერულად ცოტა მიუღებელი პარადოქსები, რომელიც განპირობებული იყო, თქო, რაღაც ეპოქალური ნაკლოვანებით და შეზღუდვით და რა ვქნათ, ყველა ცხოვრობდით აი ამ პერიოდში. ასე იგი, ლიდერის დაბადება სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ნიადაგის მომზადებასთან. თუ მოვამზადებთ ნიადაგს, მივიღებთ იმ ლიდერს, რომელიც უნდა ჩვენს გულის წადილს, ჩვენს ცნობიერებას, ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ძალიან დიდ სოციალურ სოლიდარობას ასე მივიღებთ ლიდერს და არა ლოდინით, რომ როდის გვეშველება და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ვირას მოგვახოს თავს, კაცმა არ იცის. თავარია ყველამ ჩავდოთ საკუთარი წილი ძალისხმევა აი ამ ყამირის დამუშავებაში. გვექნება აუცილებლად შედეგი, მე გარწმუნებთ, რომ იმ მოსავალს, რომელიც დაიწურება ჩვენი ხელით, იმას ბევრი თაობა შესვამს. და ახლა ძეგლების აგება არავის არ უნდა, მაგრამ გადღეგრძელებენ მაინც, რომ შენმა თაობამ ძალიან საპასუხისმგებლო სოციალური არჩევანი გააკეთა და ამით თავის ქვეყანა გადაარჩინა. მადლობა დღევანდელი საუბრისთვის, შემდგომ კიდევ შევეცდებით რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტორები გავაანალიზოთ თქვენთან ერთად.